Ато შევთანხმდით? Ვაშიც ვიყავით. ბოლოსიც ვიყავით. ეს იყო თქვენი ამომრჩევლები. ეს ყველანი იყო ქართული ოცნების. მე როგორც ჩვენ ვიცნობთ იმას, ისე გვიცნობენ ესენი. ესენი იყო განაცხენებ. ხალხო, რატო არ საუბრობთ იმაზე, რომ ვინ იყო ეს ხალხი, რატო გამოვიდა? რატო საუბრობთ იმაზე, რომ იმ ნაციონალებმა რა თქვეს ოცნებამ, ეს იყო განაცხენებული, გაქურდული, დაღატაკებული. უსწავლელი ხალხი დატოვილი ახალგაზრდა პაკისტანია ბათუმი დღეს პაკისტანია ესეთი წვერები გადიან გაბურძგნული ხალხი ვიტურის ელოდები ავღანისტანის ელოდები აი ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ გამოიყვანა აჭარლები გარეთ აჭარლები რომელიც ყველაზე კანონდამჯერი არიან საქართველოში პატივცეთ ყველა მოქალაქეს ბატონჯელა ამ იმართულებით ვერ მოგცეთ თქვენ გააკეთეთ თქვენ აღარ უნიატოები და უნიჭო თავების მე ვარ ეთნოსი თქვენი ვიცე-პრემიერი მე ვარ ეთნოსი ეთნიკური ეს კაცი გაუნათლებელია ბიჭო მურძილგარა გასაგებია ეთნოსი ვარ მე კაცო მადლობა ბატონო მეგრელები ვინა ჯო სვანები ვინა ქართულად არ ლაპარაკობენ მე ვარ აჭარელი ეთნოსი ხო და კალაძე არის მეთნოსი გთხოვთ შეურაცხყოფის გარეშე ბატონო დიდი მადლობა მურძილგარა დაკითხული მადლობა ბატონო ფულის აღება რატო და ჩვენ და ბრინჯო იყო შტერი და ფულს ბატონმა ირაკლიმ დაასრულოს და გთხოვთ მას ანგარიში გაუწიოთ მაინც ის საავადმყოფო და რამდენიმე საათის წინ გამოსულა მადლობა არქულები ხარ მადლობა ბატონო ირაკლიმ დაასრულოს დიდი გეთამაშეთ გამეთამაშეთ მადლობა ბატონო ტარიელ ნაკაიძესთან გადაგდით მაგნის ძუძუს ჭამდა სხვა დღესო და საღამოსო ფილტვებსო თქვენი გაშობილი აჭორი დააჯერეთ ხალხს მასე დააჯერა მერაბ ყოყობერიძემ იგივე რომ აგერო იმანო თქვა თათარიო შეიძლება იმ უხრაზე სულ მადლობა ბატონო ჯელა მოусმინეთ თქვენ დააჯერეთ სწორედ ამ თემაზე გავაგზავნეთ საუბარს ბატონო ჯელა საიდან მოხდი განე მე თუ არ ვიცნობ რა გინდა ბათუმში მე მეკითხები სადაურელი ბატონო ჯელა მადლობა ბატონო სადაურელი ხარ და ვინ მოგიყვანა ბიზნესისტები ხარ ყველა თქვენ ბატონო ჯელა მადლობა ბატონო თქვენი ყველაფერი ბიზნესი გასაგებია მოგუთავდება ბიზნესი ძუძუ ბატონო ჯელა მეში დევინახავ ერთი რას მოწოდო ბატონო ჯელა გთხოვთ ბატონ ტარიელს მოусმინოთ ისე კაია თქვენი სახე დაანახეთ სრულიად საქართველოს ჩემი სახე იცის თელმა საქართველოსთან თქვენ სახეც არ გაქვთ ბატონო ჯელა გთხოვთ ბატონ ტარიელს მოусმინოთ რომელიც სახე დავანახეთ თქვენი სახე თქვენ სახე არ გვია თქვენ სახეს რა თქვა ვერ ვიტყვი ახლა მადლობა ბატონ ტარიელი აგრეთვე სპეციალურად აჭარიდან ჩამოვიდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ბატონო ჯელა გთხოვთ მოусმინოთ ხუთენაზე ლაპარაკობს და შტერია რაც მინდა მე თუ ვერ გამაგებინა თუ ვერ დამიცვა ჩემი კუთხე თუ ვერ დაიცვა არ მჭირდება თუ მაგი იურისტი თუნიკი მოიყვანე მაგრამ იყოს ძლიერი ის გააკეთოს რაც ვერ გააკეთა მაგარ გამოვიდა და ხალხი მოაწამლია 15 წუთში გამოუშვებენო და 22 წუთში ხალხი მოწამლეს რატო გააკეთა ეს თქვენი იმიტომ რომ არ აქვს ავტორიტეტი ამ ადამიანს ბოდიში და დაიგდეს ფეხებზე მოატყუეთ ერთი ესეთი არ აქვს ჩვენ პატრონი იმიტომ არ აქვს ჩვენ ვერ ვირჩევთ ლიდერებს მოიეცეთ ავტონომიას რომ თავისი ლიდერი ამოირჩიოს მე დედით აფხაზი ვარ მე ორი ავტონომიის შვილი ვარ მე მეშინ საქართველოსი მე მეშინია ხალხო საქართველოსი ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი აი ესეთი დებილები აი ესეთი ბოდიში ამცეცი ჩვენ დავკარგეთ ეს არ არის ხალხო ბოლო ავტონომია მიხედეთ ავტონომიას წვერი ვარ ამდენი ხანია მოგვეცით უფლება ლიდერები ავირჩიოთ ხალხო ეს არ არის ლიდერი ეს არავინ არ არის ეს არიალი ადგილები მე არ მინდა ზურაზე თქვა პატარაძეზე ნამდვილად არ მინდა ზურა არ იყო კალახში და მე ეჭვი არ ვეპარება რომ ზურა იქ იქნებოდა მე არ მინდა თქვა ეს ალალა არ მინდა მე ვარ პოზიციაზე ის არის საკმარისი ავტორიტეტი ის შეძლებდა ზურა სამს ვაშკაცობა რომ მოსულიყო იქან მე მინდა თქვა ალალა და ეხა შეიძლება მე შევეთანხმები ამ პარტიული ლიდერი ვიღაცას ეწკინოს მე ალალი ადამიანი ვარ ზურა მოვიდოდა იქა ამან ვერ მოვიდა ეს არის თაგბი არ გვინდა ჩვენ ესეთი ლიდერები მოგვეცით საშუალება რომ ლიდერები დავიყენოთ ხალხო რატო არ გვენდობთ რატო ვის არ ენდობთ ჩვენ არ გვენდობთ მე მეშინია კიდე ერთზე საქართველოს მე მეშინია მადლობა